გამარჯობა, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ნეიროლინგვისტური პროგრამირების NLP-ის შესახებ და დროს დაუთმობთ მის ერთ-ერთ მოდელს, ეს არის დილცის მიერ შექმნილი ნეიროლოგიკური დონეების პირამიდა და მის შესახებ გვესაუბრება მანანა ჯორჯიაშვილი, NLP-ისტი, რომელიც 25 წელზე მეტია უკვე ასწავლის NLP-ს. უამრავი თაობები გაგვიშვი უკვე მე ასე ვიტყოდი, მე 15 წლის წინ მაგ შენთან გავლილი და იმის მერე კიდევ რამდენი ადამიანი შემოგვემატა და ძალიან მიხარია. მოდი, სანამ განვიხილავთ თვითონ აი ამ მოდელს, მაინც აღვნიშნავ, რომ ყველაზე მეტად რამაც მომხიბლა ამ სიტუაციაში ის არის, რომ დილცი არ შეჩერებულა იმ თავის პირველად მიგნებებზე, სულ უფრო ვითარდება და ბევრი სიახლეც შემოგთავაზა ბოლო პერიოდში. და აქვე დავამატებდი, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმაც რომ იცოდეს ეს მოდელი რა არის, როგორ აზროვნებს ადამიანი, როგორ უნდა მიიყვანო, თქვათ, გარკვეულ რესურსებამდე, რომ თავისი სხვადასხვა პრობლემები გადაჭრას და პრობლემების გარდა უფრო განვითარდეს, წინ წავიდეს. მოკლედ, ბევრი შესაძლებლობა აქვს ამ მოდელს და მგონია, რომ ეს ჩვენთვის არ უნდა დავიტოვოთ და უფრო პათომასებმა უნდა იცოდნენ, ხო? მოდი მომიყევით რა, რითი დაიწყო ყველაფერი, როდესაც შეიქმნა ნეიროლოგიკური დონეები. თვითონ დილცია ძალიან საინტერესო ადამიანი, მინდა გითხრათ და დილცმა ეს მოდელი პირამიდის, რომელიც ერთი მხრივ ძალიან ნატიფი და ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან სიღრმეებში ჩადის, შექმნა დაახლოებით 40 წლის წინ. და აი ხა ბოლო ტრენინგზე რო ვიყავი დილცის ერთ-ერთმა მონაწილემ დაუსვა ესეთი კითხვა, რომ როგორ ახერხებთ ამდენი წიგნის დაწერას, ამდენი ტრენინგების ჩატარებას, ამდენი რაღაცა საერთოდ და როგორ ხდება ეს და რაღაცა და ძალიან საოცარი იყო, მე განვითარებას არ ვწყვეტო უთხრა. და რამდენი წლის არის ამ ეს იყო 60 გადაცილებულია, 66-ის არის თუ 65 წლის და ნუ თქვენ მოიდგინეთ, ახლა 40 წელია რაც პირამიდა შექმნა და მანამდე კიდე მოღვაწეობდა პირამიდაც შეიქმნა იმის საფუძველზე, მის პრაქტიკულ მოღვაწეობასთან, საქმიანობასთან ერთად და პირამიდის აუცილებლობა ზუსტად ამაში დაინახა, თავიდან დაარქვა ლოგიკური დონეები და მერე უკვე როცა აღმოაჩინა კავშირი ნერვულ სისტემასთან პირამიდის თითოეული შრის მერე უკვე გადაერქვა და ეხლა უკვე გამოიყენება როგორც ნეიროლოგიკური დონეები და პირველი გამოყენება ამ პირამიდამ ზუსტად პოვა ნეიროლინგვისტური პროგრამირების წიაღში და მე მახსოვს ერთ-ერთ კონფერენციაზე თვითონ ბენდლერმა ძალიან ესეთი პრიზი გადასცა განსაკუთრებული ღვაწლისთვის რობერტ დილცს იმისთვის რომ მან შექმნა პირამიდა და განავითარა პირამიდა და მე გეთანხმები რომ პირამიდა ისეთი არაჩვეულებრივი მოდელია რომ ძალიან ბევრი რაღაცის საკითხის თემის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია პირამიდით და რეკლამის გაკეთება შეგიძლია პიარის გაკეთება ბრენდინგში შეგიძლია სტატუსებსაც რომ ვაკეთებ იმასაც ვაკეთებ ხშირად პირამიდის საჯარო გამოსვლის ტექსტი შეგიძლია პროექტი შეიძლება დაწერო პირამიდის მიხედვით უამრავი შესაძლებლობა. რას წარმოადგენს თვითონ ეს პირამიდა? მოდი ესე ავხსნათ, რამდენი შრისგან შედგება და ძირითადი აზრი მაინც რა არის და არსიმისი. ხო, აი მოდი მაინც იმას ვიტყვი, რომ როცა თავიდან პირამიდა შემოვიდა NLP-ში ასე ვთქვათ, ხო? თავიდან გამოიყენებოდა თერაპიული და ცოტათი დიაგნოსტიკური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ რომელ ლოგიკურ დონეზე გვაქვს დასამუშავებელი საკითხი, ამის კვლევას ვიწყებდით. ანუ ქცევის დონეზე იყო ეს, იმიტომ რომ სამყაროს დონეზე და გარემოს დონეზე არასოდეს პრობლემა არ არის. პრობლემები ჩვენშია ხოლმე და ჩვენი ურთიერთობით სამყაროსთან, ხო? და ქცევის დონეზე იყო, ჩემი ხასიათის თვისებების და უნარების დონეზე იყო, ღირებულებების და რწმენამტკიცებულებების დონეზე, იდენტიფიკაციის დონეზე თუ საერთოდ ხედვის დონეზე იყო ეს ყველაფერი, ხო? ამის გამოსაკვლევად ზუსტად აი ამ შრეებზე სიარული და ლოგიკური დონეების მიხედვით სვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხოლმე და ვიყენებდით ხოლმე ესეთ აღმავალ და დაღმავალ გზას ნეიროლოგიკური დონეებისას. ეხლა რო წარმოვიდგინოთ პირამიდა, ხო, თვითონ ვიზუალურად, ხო. ხო, მე შემდგომში უკვე
განვითარებასთან ერთად, ხო? აღმოჩნდა, რომ თითოეული ეს შრე დაკავშირებულია სხვადასხვა ჩვენს ნერვულ სისტემასთან, ტვინის სხვადასხვა ნაწილებთან და ჩვენი აღქმის რეაქციებზეა დამოკიდებული და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე, უკვე მერე შეეცვალა სახელი და დაერქვა ნეიროლოგიკური დონეები. კიდევ უფრო სიღრმისეულად რო წავიდნენ, აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება შეიძლება ყველა სფეროში აბსოლუტურად, როგორც უკვე ვთქვით, ხო, კიდე პროექტი დაწერია ამის მიხედვით და კიდე ორგანიზაციის ხედვა და ის ჩამოაყალიბე, როცა ამ ლოგიკური დონეების მიხედვით მიდიხარ. კიდე სარეკლამო კამპანია ააკეთა, კიდე რაღაცა, მოკლედ ნებისმიერ სფეროში გამოიყენება. და საინტერესო ის არის, რომ პირველი შრე ლოგიკური დონის ეს არის გარემო. სულ 6-ია, მოდის დავიწყოთ. ჩვენ ადამიანებს სულ 6-ია. ჩვენ ადამიანებს გვჩვევია, რომ ყველაფერი არის სხვისი ბრალი. ქვეყნის ბრალი, ქალაქის ბრალი, ამინდის ბრალი, რომ დავსვევდი წვიმაში, თურმე იმის ბრალია. ჩვენ ასე ვთქვათ, იმდენად ვუფრთხილდებით საკუთარ თავს, რომ ძალიან გვინდა, რომ სხვისი ბრალი იყოს ეს ყველაფერი და ჩვენში არ ვეძებოთ. ამიტომ გარემო, რომელიც გვაქვს, ხო, ვაბრალებთ რაღაცებს გარემოს და გარემო ქმნის თითქოს რომელიღაცა კონტენტში მაქვს რაღაცა პრობლემური სიტუაცია, ხო? მაგალითად სამსახურში რაღაცა, ნუ უფროსია ეგეთი ნერვებმოშლილი მოვიდა და რაღაცა და მე ამიტომ მოკლედ, ამიტომ ვიწყებთ გარემოთი. და როგორ არის ახლა ნერვული სისტემა დაკავშირებული, რასაც მე ვხედავ, გრძნობდა მესმის, ანუ ჩემი ფილტრები, რითიც მე აღვიქვავ სამყაროს, ეს რეაქციები და ამ სტიმულებზეა დამოკიდებული ჩემი აღქმა, ანუ ჩემს რუქაზეა დამოკიდებული, როგორ აღვიქვავ მე გარემოს. შემდეგი საფეხური არის უკვე ამ გარემოში, კონკრეტულ გარემოში მე მაქვს კონკრეტული ქცევა და მოქმედება, რომელიც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა დავყოთ ჩვენი ცხოვრება, ხო? ეს და ჩვენ ხშირად გვიწევს დღის განმავლობაში სხვადასხვა ფუნქციის და როლის შესრულება, ხო? ჩვენ დედები ვართ, ჩვილები ვართ, დები ვართ, ძმები ვართ, თანამშრომლები ვართ, მეგობრები ვართ. ანუ ზოგჯერ მყიდველი ვარ მაღაზიაში, ხო? ანუ იმ კონკრეტულ გარემოში ასე ვიქცევი. კონკრეტულ გარემოში და ჩვენ მიუხედავად იმისა, რამდენად ვამჩნევთ ჩვენ, ხო, დილიდან საღამომდე ჩვენ შეიძლება უამრავ როლში აღმოვჩნდეთ. უამრავ სხვადასხვა როლში, ხო? აი ამ კონკრეტულ გარემოებებში მე მაქვს კონკრეტული ქცევები, ხო? ისე როგორც მე ვიქცევი შვილი, ისე ვერ მოვიქცევი მეგობართან ურთიერთობაში, ხო? ამიტომ უკვე ჩემი ქცევა განსხვავებულია, ხო? კონკრეტულ თვისებებს ვიყენებ და უნარებს, ეს უკვე შემდეგი მესამე შრეა, კონკრეტულ თვისებებს და უნარებს ვიყენებ მე იმისთვის, რომ ესე მოვიქცე ამ კონკრეტულ გარემოში. ხედავთ, ესეთი ბმა არის სულ ყოველი შემდგომი ლოგიკური დონე დაკავშირებულია ქვედა დონესთან. და იმისთვის, რომ მე აი ამ თვისებები და უნარები გამოვიყენო, ხელმძღვანელობ რაღაც რწმენა მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება ბავშვობიდან მოდიოდეს, რომელიც შეიძლება მიწყობდეს ხელს ჩემს საქმიანობაში, ამ ზღუდავდეს. შეიძლება ძალიან ხშირად ეს იყოს ბლოკები ჩემი ცევის. ცოტა უფრო გასაგებად მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეგვიძლია იმ ღირებულებების დონიდან. ხო, აი მაგალითად რწმენა მტკიცებულება, ძალიან მზრუნველი მშობლები, რომლებიც ცდილობენ, რომ შვილებს გაუადვილონ ცხოვრება და ძალიან ხშირად ეუბნებიან ხოლმე, რომ მოდი იცი ეს შენთვის ძნელია და მოდი მე გავაკეთებ, ამას შენს მაგივრად და ეუბნებიან, შენ არ შეგიძლია ახლა პატარა ხარ ჯერ. მაგრამ ამას სულ ეუბნებიან მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ მოდი მე გავაკეთებ. აი როგორც კი არ შეგიძლია ეუბნებიან, ხო, ეს არ შეგიძლია არის ერთგვარი პროგრამა ბავშვისთვის და მე ეს შესაძლებლობების იმაზე მიდის და მე ხო არ შემიძლია. აი ეს რწმენა მტკიცებულება მიყვებათ მთელი ცხოვრება ხოლმე. ყველა სირთული არის ბარიერი. ხო, მე ძალიან მინდა აღნიშნო, რომ რა თქმა უნდა მშობლები ამას საუკეთესო განზრახვებით აკეთებენ და რა თქმა უნდა ფიქრობენ, რომ რაღაცა დაიცვან, რაღაცა გაუადვილონ, რაღაცა ნაკლები შეცდომები დაუშვან, თითქოს შეცდომების უფლებას არ აძლევენ. ეხლა წამოვიდა ისეთი მშობლები, რომლებიც მეტნაკლებ თავისუფლებას აძლევენ შვილებს და ნუ ძალიან დიდი პროცენტი არ არის, მაგრამ არის დიდი რაოდენობა, ბევრია ესეთი მშობელი, რომელიც
საკუთარი შეცდომებზე ისწავლოს ბოლო-ბოლოს სხვის შეცდომებზე თუ არ სწავლობს, ხო? ანუ აძლევენ ამ საშუალებას, რომ ბოლო-ბოლო ცხელწყალში დაიწვას ხელი, რომ მიხვდეს, რომ ცხელწყალში აღარ უნდა შეყოს ხელი, ხო? აი, თუნდაც ეს მარტივი რაღაცა, ხო? და შემდგომში უკვე აი წვენამტკიცებულებები ამით ყალიბდება ჩვენი ფასეულობებიც მერე. ხდები ფასეულობებიც ერთგვარი წამყვანია ხოლმე რაღაცა. აი მე შეიძლება შემწყუდოს რაღაცა ფასეულობამ, ხო? მაგალითად ეხლა ნაკლებად არის, მაგრამ ადრე იყო ესეთი, რომ განქორწინება სირცხვილია. მაგალითად. და მთელი ცხოვრება შეიძლება რაღაცა მოძალადი ადამიანის გვერდზე ყოფილიყო ადამიანი, მეტნაკლებად ახლაც არის შემორჩენილი სადღაც ეს, მაგრამ მასიურად უკვე ეს ცნობიერება იმდენად ამაღლდა, რომ შენ შეგიძლია დაშვებული შეცდომა თუნდაც იმით გამოასწორო, რომ დაშვებდი ამ ადამიანს და ან სხვა გზამოძებნო, ან რაღაცა, ან მეორე ქორწინება ქონდეს, ან შეიძლება სულ არ ქონდეს ქორწინება, მაგრამ უფრო ბედნიერი იყო კიდე, ხო? და აი ეს რწმენამტკიცებულებებიც ხდები. ან შეიძლება შენ პატარა ხარ და უფროსებს ნუ ეკამათები. იგივეა, ხო. ხო, უფროსებთან კამათი არ შეიძლება და მე აი ჩვენი ტვინის განზოგადების უნარი გენერალიზაციას რო ვეძახით NLP-ში, ხო? არის ის, რომ უფროსებს რო არ ვეკამათები, ყველა ჩემზე მაღალი, სტატუსით ჩემზე მაღალი, ერთი წიგნი აქვს ჩემზე მეტი წაკითხული, ის უკვე ჩემზე რაღაცით უფრო მეტია. ყველა ამ ვისაც მე ჩავთვლი ჩემზე უფროსად ან ჩემზე მეტად, ყველას წინაშე მაქვს მე ეს, რომ მე შეიძლება ძალიან მართალი ვიყო რაღაცაში და ჩემი სიმართლე ვერ დავიცვა და საკუთარი თავი და გამბედაობას მაკლებდეს ეს ფასეულობა, ასე ვთქვათ, რომ უფროსებთან კამათი შეიძლება იმდენად არ იყოს ეთიკური. ზედაშრე უკვე არის იდენტიფიკაცია და აი ზუსტად მე რო ვთქვი, რომ გარემოში ჩვენ დღის განმავლობაში ძალიან ხშირად სხვადასხვა როლების შესრულება გვიწევს, იდენტიფიკაცია ვინ ვარ მე. და მე მგონია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს აქამდე მისვლა, რომ გაარკვიოს ვინ არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია. ეს ფაქტიურად ჩვენი სულიერების ის ნაწილია, რა როლს ასრულებთ. აი ზუსტად რომელ გარემოზეც მუშაობთ, იმის მიხედვით ვაკეთებ იდენტიფიცირებას, ხო? მე თუ პრობლემა მაქვს მაგალითად ოჯახურ ურთიერთობაში და რაღაცა შეიძლება იდენტიფიცირებული ვინ ვარ მე, ჩემთვის მაგალითად უთქვათ ქალბატონებს, რომ მე ვარ მოსამსახურე. ხო, აი ძალიან ძნელი ახსაქმელია ეს, რომ შენი ოჯახის წევრების მოსამსახურე ხარ, მაგრამ ნუ ეს იყო ესეთი ამოხეთქილი ის, რომ როგორი შეგრძნება ქონდა იდენტიფიცირებას, ხო, გარემოში პრობლემაა და უცბად ვიჯერებ, რომ მე ვარ მოსამსახურე. კი, მე ვარ მოსამსახურე და კიდე პლუს ამას ეს იმ რწმენამტკიცებულებების დამსახურებაა, როცა მშობლები გვზდიან ძირითადად ქალებს ისე, რომ შენ უნდა გააკეთო ყველაფერი, შეზია ოჯახი დამოკიდებული, ყველაფერი შენ უნდა და დანარჩენებმა უნდა გამოიყენონ ეს ყველაფერი თურმე. მომხმარებლები არიან დანარჩენი ოჯახის მოდელი ეს არის. ხო, სამწუხაროდ და ამით მე იტანჯებიან ადამიანები, ხო ესეა რა და იდენტიფიცირება რომ მე ვარ ჩემი ოჯახის წევრების მოსამსახურე და ყველაზე საინტერესო ის არის რომ შენთან მოდის კლიენტი ზუსტად იმიტომ რომ არასათანადო უკავშირს იღებს. ხდებით და ის იმიტომ რომ მოსამსახურე გააიღოს ამ როლით ზუსტად იგივე უკავშირს იღებს ოჯახის წევრებისგან უპატივცემულობას, ნაკლებად გამოხატულ სიყვარულს, უფრო მეტ ვალდებულებებს რო აკისრებენ და ის და უკვე ეს აღარ მოწონს. ხდებით ეს კი ამას საუკეთესო განზრახვებით აკეთებდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ იმათ აღქმაში ეს უკვე მოსამსახურეა და თვითონაც გრძნობს რომ მოსამსახურეა. როგორც კი აი ამ იდენტიფიკაციის შეცვლა თუ გინდა უნდა შეცვალო შენი ქცევა რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის რომ ქცევა შეცვალო, უფრო ზედა აი ამ იდენტიფიკაციაზე უნდა იმუშაო. იდენტიფიკაციის შეცვლით იცვლება რწმენამტკიცებულებებიც და ფასეულობებიც, ხასიათის თვისებებიც, ქცევაც იცვლება და რა თქმა უნდა შესაბამისად იქცევა გარემო. და ძალიან ხშირად არის რომ აი ის ესე მეკცევა და მე არ მინდა რომ ისე მეკცეოდეს და რაღაცა. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქცევა, ჩვენ უნდა შევიცვალოთ თუ გვინდა რომ სამყარომ სხვა უკავშირს
კავშირი მოგცეს. ხო, დილცის ერთ-ერთი მიგნება ხო ზუსტად ეს იყო, რაც თავიდან ძალიან მომეწონა, რომ რა დონეზეც აღმოვაჩენთ პრობლემას, იმ დონეზე პრობლემა ვერ გვარდება. გვარდება ორი საფეხურით ზევით. და დაგვრჩა ახლა მისის ნაწილი. იცი რა არის, ორი საფეხურით არა, ერთი საფეხურით საკმარისია ძალიან ხშირად, მაგრამ მთლიანად თუ გინდა ყველაფერი შეცვალო, თუ იდენტიფიკაციით და ხედვით დაიწყებ, უფრო კარგად იცვლება ყველაფერი ქვემოთ. ეს არის აღმავალი გზა, როცა ჩვენ პირამიდის გზაზე მივდივარ და მწვერვალია უკვე ჩემი იდეალური მე, რომელიც მე მომეწონება, მე, რომლის მოდელიც, ან რომლის მოდელირებაც მომინდება. მე, რომელიც დახუნძლულია რესურსებით და იმ რესურსებით, რომელიც მაქვს, მაგრამ არ ვიყენებ ხშირ შემთხვევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რესურსებს თითქოს, მაგრამ გამოყენებაში არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ ბავშვები იბადებიან უამრავი რესურსებით და ცხოვრების გზაზე საზოგადოება ახდენს მასზე გავლენას, ზოგჯერ თავისი თავიც, რომელიღაც რესურსი სადღაც არ გამოადგა და თითქოს კირში ჩაკეტა. და ის მიკრო გარემოც, რომელშიც უხდება ადამიანს ზრდა და განვითარება, ახდენს მასზე გავლენას, მაგალითად სიძიუტის ჩახშობა. მაგალითად. ხო, ჯიუტი ბავშვები მშობლებს არ მოწონთ და ცდილობენ რომ სიძიუტე ჩაახშონ და რას აკეთებენ ამით? მორჩილ ადამიანებს ზრდიან. კლავენ მასში ლიდერს და კლავენ მასში წინააღმდეგობის გადალახვის უნარებიან ადამიანს. პრაქტიკულად მთელ სცენარს უცვლიან ცხოვრებისეულს. მთლიანად, აბსოლუტურად და ამიტომ ეს ლიდერები მათში არის, უბრალოდ ეს არის კავშირში ჩაწერილი. ის უნარები ყველაფერი არის, უბრალოდ სოციუმმა აიძულა, რომ კავშირში ჩაეკეტა და ზოგჯერ ძალიან დიდი ბოქლო მიადევს ხოლმე ამ კავშირს ხოლმე და აი იქ უკვე ძალიან კარგად იხსნება ეს, როცა საკუთარი თავის ხედვა, თუნდაც რამდენიმე წლის მერე, რომელიც უკვე შემდგარია და რომელიც შეიძლება ოცნების სფეროთ მოეჩვენოს ადამიანს, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია თუ შენ იმ რესურსებს კივრიდან ამოიღებ. ნამდვილად. ბოლო შრეზეც მითხარი დაღმავალ ხაზზე როცა მოდიხარ, მანამდე როცა გარემო იყო მუქფერებში, მერე ბრწყინდება უკვე ის გარემო და ეს ცოტა რთული გასაგები ალბათ ახლა მსმენელისთვის, რომ გაიგონ ჩვენ 4 დღიანი ტრენინგი გვექნება ივნისში და მობრძანდნენ და გავაცნობთ ამ ყველაფერს. თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს არ არის მხოლოდ თერაპიული. ეს არის ორგანიზაციული თვალსაზრისით ძალიან კარგად სტრუქტურირებადი ხო, ამიტომ მენეჯერებისთვის, HR-ებისთვის, იგივე პედაგოგებისთვის რამდენჯერ გვითქვამს, რომ განათლებაში რა დოზით შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. ან უბრალოდ კომუნიკაციური უნარების გასაუმჯობესებლადაც კი საკმარისია და კარგია. ხო, იცი რა, მე მაგალითად პირადად ძალიან ხშირად დავდივარ ჩემი ლოგიკური დონეების შრეებზე ხოლმე გააჩნია, უცებ რა სიტუაციაში აღმოჩნდები და მე თვითონ შემილია უკვე იმდენჯერ გვაქვს ჩატარებული მე და შენ ეს სხვისთვის, რომ უკვე შეგვიძლია რომ ჩვენ თავზეც ჩავატარო ძალიან თავისუფლად, იმიტომ რომ მაინც სათხარ რა დონეზეა ეს პრობლემა შექმნილი და რა უნდა გააკეთო, მე შელიარჩევანია უკვე რასაკეთებ. კი და აი თვითონ ამ ლოგიკური დონეების შრეებზე როცა მიდიხარ, ხო, იქ ისმევა ზუსტად ისეთი კითხვები, იგივე მეტამოდალური კითხვები NLP-ის ესეთი ერთ-ერთი პირველი ტექნიკა, რომელიც მენდელერმა და გრინდერმა შექმნეს, კითხვების დასმის ტექნოლოგია, ხო, და მეტამოდელი დაარქვეს მათ. აი ამ კითხვებით ჩვენ სიღრმისეულად ჩავდივართ. და ნუ აი ისეთი გაცნობიერება შეიძლება გქონდეს ამ პროცესში, რომ ეს არ ვიცი, რამდენ წლიანში რომ მას უდრის სხვა მეთოდებით რომ იმუშაო. ნამდვილად. კი და აი შენთვისაც უთქვათ, ხო, როცა NLP-ის ტექნიკებით ხელმძღვანელობ, რომ მე უდიდეს კომპლიმენტი მითხრა ერთ-ერთმა ჩემმა კლიენტმა, მაგალითად, რომ 4 წელი თერაპიაზე დავდიოდი და რაც 2 სეანსში მივიღე შედეგი, ის სეანსი არ მქონდა მიღებული 4 წელი. აი ეს არის სისწრაფე. ხო, ნუ ამიტომ მაინდა-მაინც არ უყვართ ფსიქოლოგებს და ფსიქოთერაპევტებს NLP და ზოგჯერ ისე ცუდათაც მოიხსენიებენ, იმიტომ თუმცა მე ვთვლი, რომ ძალიან დამხმარე ინსტრუმენტია, იმდენად ძლავრი და იმდენად კარგი, ამის არ ცოდნა. მე ვფიქრობ, რომ ესეთი ტექნიკური ცვლილებების წინსვლის და ესეთი ციფრული ტექნოლოგიების შემოღებით და დრო ძალიან დაჩქარდა და რა ის ხო, მე ვთვლი, რომ NLP არის 21 საუკუნის თერაპიული მეთოდი და მეთოდი ფსიქოლოგიაში, რომელიც სწრაფ ცვლილებებს და ტრანსფორმაციებს
ინფორმაციას იწევს და ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ მთლიანად NLP არა, პირამიდა მაინც უნდა ისწავლოს ხალხმა იმისთვის, რომ დაუშვათ საკუთარი ლოგიკური დონეების წყობაც გაიგოს და შეძლოს ბიზნესის აწყობაც, რატომაც არა, თავისი ცხოვრების აწყობაც. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა თქვენ.